როგორ იგეგმებოდა ბრალდებულებზე ტერორი რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში ეს არის კითხვა რომელიც იმ აუდიო ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ გაჩნდა რომელიც გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი არის სწორედ გიორგი კირთაძე კაცი რომელიც საზღვარ გარეთ მყოფ ქურთს ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტებთან აკავშირებდა და სწორედ ციხეში განხორციელებული ამ სატელეფონო ზარებით იგეგმებოდა გიორგი მიქაძის ტერორი იცვლებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით როგორ დაატერორეს ან შეაშინეს გიორგი მიქაძე კაცი რომელიც ახლა ბრალდებულია ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე სწორედ კირთაძე იქნება ერთ-ერთი რომელსაც ზუსტად 12 საათზე დღეს საქალაქო სასამართლოში გადმოიყვანენ და სასამართლო მისთვის შესაფარდებელ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს ის არის კრიმინალური ავტორიტეტის კვერცხას ნათესავი და სწორედ კვერცხა იყო ერთ-ერთი რომელთანაც აქტიურად იყო ის კავშირზე როცა თავისუფლებაზე იყო და ტელეფონით მასთან ცვლიდა ინფორმაციას მიქაძის დატერორების ამბის შესახებ. საინტერესოა დაარღვევს თუ არა ის დღეს დუმილს განსაჯელის სკამიდან, თუმცა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით მისი ადვოკატის პოზიცია ამ დროის მონაცემებით არის ის, რომ ის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბრალი გამოგონილია. ეს არ იყო ის გარემოება, რომ სიცხლისამართლის პასუხისგებაში მიეცათ და ბრალი წაეყენებინათ და უფრო მეტიც დაეკავებინათ ის. თუმცა სამწუხაროდ ხდება ასეთი რაღაცეების და დღეს სასამართლოში ალბათ დავაყენებთ საკითხებს, იმ საკითხებს, რის გამოც ჩემი დაცვითქვეშ ყოფს არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა. ქურდულ სამყაროს აი კანონიერ ქურდებთან არანაირი შემხებლობა მას არ ქონია, უბრალოდ ეს არ არის სწორი, რასაც ბრალდების მხარე ავითარებს, მოვლენებს, ეს არ არის სიმართლე. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არანაირი აღკვეთი ღონისძიება არ უნდა იყოს მასზე გამოყენებული, თუმცა ვფიქრობ ალტერნატივის სახით კი რაღაცაც მოვითხოვ. ისიც ვიცი, რომ არ დამიკმაყოფილებს სასამართლო. ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო ჯამში ბრალიო 34 პირს წაუყენეს, მათ შორის 4 არის საზღვარგარეთ მყოფი პირი, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ერთ-ერთი არის დავით მიქაძე, კაცი, რომელიც ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად მოიაზრება გამოძიების მხრიდან და დავით მიქაძესთვის დღეს უკვე მესამე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს სასამართლო. მიქაძის პროცესი გაიმართება ჩუბინიძესთან ერთად. ჩუბინიძე კი თავის მხრივ არის დავით მიქაძის დაცვის ყოფილი უფროსი, რომელთან ერთადაც გამოძიება სწორედ დავით მიქაძეს იარაღების უკანონო დაუფლებას ედავება.